ფანარტის საფესტივალო დღე ეთმობა მხატვრობასა და ქანდაკებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდების აღმოჩენა, რომელიც კონსულტანტებმა ოლეგ ტიმჩენკომ და ირაკლი ჟვანიამ გამოარჩიეს მრავალრიცხოვანთა შორის 4 მხატვარი და 5 მოქანდაკე. ეს არიან ის ადამიანები, ვის შემოქმედებასაც, ნამუშევრებსაც დღეს ფართო საზოგადოება იხილავს. Austat ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის აქცია ძალიან მომწონს. ახლა ძალიან კარგი აქცია, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობაში ნიჭიერი ბავშვების მოძიება და მათთვის საზოგადოების მხრიდან ყურადღების გამოჩენა ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება, რომ მომავალში თავიანთი ქვეყნისთვის აკეთონ ის საქმე, რომელიც ქვეყანას ძალიან ჭირდება. თორემ ქვეყანას ჭირდება მხატვრობა, ქვეყანას ჭირდება ესთეტიკა, ქვეყანას ჭირდება ხელოვნება და არა მხოლოდ აგებული ასფალტი. შესაბამისად ეს ძალიან კარგი აქცია, მე გილოცავთ და ძალიან კარგი იქნება თუ ამას მოყვება შემდეგ გაგრძელება. გაგრძელებაში მე გულისხმობ იმას, რომ ამ ნიჭიერ ბავშვებს მიეცეთ თვითრეალიზაციის საშუალება უკვე დიდ ასპარეზზე. რაც ძალიან რთულია, მაგრამ იმედია მომავალში სიტუაცია გასწორდება და მეტი და მეტი ავტორები გვეყოლება მხატვრობაში და კადრებში. დღევანდელი საღამო ახლა შევხედეთ ძალიან რაღაც ავარჩიეთ მომეწონა და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდაა და იწყებს ხო ქანდაკება იქნება ეს მუსიკა თუ ფერწერა. როცა აი პირველი ძალიან დიდი სტიმულია, როცა ხალხს მოწონს, როცა იმარჯვებს სიტყვას ხო. მაგრამ კონკურსი მაინც კონკურსია ხო, სამწუხაროდ ყველა ვერ გაიმარჯვებს ხო. მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ავარჩიეთ, მაგრამ ეს თვითონ აი ეს ამბავი მე ძალიან მოხარული ვარ რომ ხდება ეგეთი რაღაცა და დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს ამ ფესტივალის, იმიტომ რომ ეს უნდა ჩატარდეს და ძალიან კარგია ჩატარდება. დიდი მადლობა ბავშვთა ახალგაზრდულ ცენტრს, რათა ჩატარდეს კარგი ფესტივალი. მაყურებლების ყურადღება მივიქცეთ ჩემხელა ბავშვების ნამუშევრებისთვის, ეს იყო ქანდაკება თუ ფერწერა. ყველა მოხარულებიათ, რადგან ეს შანსი გამოგვიჩნდა ჩვენი აზრი, რასაც ფიქრობთ, რასაც გამიცდით, დავანახოთ მაყურებელს და ზოგადად ყველაფერი კარგად ჩატარდა და ყველა კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგია, როდესაც ესეთი ფესტივალი ტარდება და ხელი ეწყობა ახალგაზრდა ზოგადად ხელოვან ხალხს, რომ საკუთარი შემოქმედება ჩვენოს ესე ფართოდ საზოგადოებას. დღეს არის გამოფენილი ჩემი 4 ნამუშევარი ამ ფესტივალზე, სხვადასხვა თემაზე არის შესრულებული. ერთ-ერთი არის მუსიკის თემაზე შესრულებული ნამუშევარი და სათაურდება ოქროს ფორტეპიანოთი. და დანარჩენი არის მოცურავე ქალის დასათაურებით და არის ძლიერი ქალის თემაზე შესრულებული. დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, რომ აკეთებენ ეს ძალიან კარგ ფესტივალს და ეხმარებიან ახალგაზრდა ხელოვანებს, რომ აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა არტისტებისთვის ესეთი საგამოფენო სივრცეები და საკუთარი შემოქმედების ჩვენება უმნიშვნელოვანესია და ფანარტის სწორედ ამას აკეთებს, რომ აძლევს ახალგაზრდა ადამიანებს საშუალებას ეს თავისი შემოქმედება აჩვენონ და ღია საზოგადოების წინაშე წარსდგენ მოკლეს და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ეს ყველაფერი. დღეს ჩემი ნამუშევრებიც აქ არის წარმოდგენილი და პირველად მომეცა საშუალება ესე ღია აუდიტორიის წინაშე მოვახერხო ჩემი ნამუშევრების ჩვენება და რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ და მადლობა მინდა გადავხადო ფანარტის ყველა ორგანიზატორს და მხარდამჭერებს. ეს არის სწორედ მათი გამარჯვება და ეს არ არის ჩვეულებრივი კონკურსი, სადაც არსებობენ გამარჯვებულები და გამარცხებულები. თუ როგორ გააკეთეს არჩევანი კონსულტანტებმა, როგორ იმუშავეს, რითი იხელმძღვანელეს, ამაზე მინდა სწორედ მათი საუბრონ. ნებისმიერი ესეთი წამოწყება, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების მოძებნას, მათ მიმართ საზოგადოების ყურადღებას, მათ მიმართ ინტერესის გამოჩენას ემსახურება, ეს არის მართლა ძალიან დიდი საქმე და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ამ ცენტრს. მე კმაყოფილი ვარ, ახლა ორიგინალები დღეს ნახე, და კომპიუტერს ვარჩევდი და YouTube-ში მომეწონა. და წარმატება მინდა უსურო ყველას. მაინც კონკურსია, ყველა გაიმარჯვებს და ამაში არ არის ცუდი ნებია, ნორმალური. მე არ ვერიდან კონკურსებს ამასაც არ მიგვარდა. მაგრამ რასის არის? უკეთესობის საუკეთესოების არჩევას, რომელსაც ყველანაირად ვეცდებით, მთელი მათი შემოქმედებითი გზის განმავლობაში გვერდით და შეიძლება ასწავლოთ და თავისთვის მუშაობთ მე მასობს ერთხელ ძროხებიში ჩავდა და ისმენ განასწორებოდა და მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ისთვის, რასაც ხვალ საღამოს 8 საათზე გელოდებით ისევ ჩვენთან, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში.
Thank you.